მსგავსი ნიჰილისტური ან პესიმისტური დამოკიდებულება ვაშინგტონის მხრიდან ევროპის მიმართ არ არის მხოლოდ დონალდ ტრამპის პერსონალური ახირება ან დღეს არსებული ამერიკული ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს არის დღეს არსებული გეოპოლიტიკური სისტემური ცვლილებებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვია ბოლო წლებში არსებულმა დინამიკურმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ჩნდებიან ახალი ეკონომიკური ძალები, სამხედრო ძალები, ტექნოლოგიური ძალები, რომლებიც თანამედროვეობით უფრო და უფრო ეფექტურ კონკურენციაში შედიან შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად მსგავს დინამიკურ პროცესში ყველა გეოპოლიტიკურ აქტორს ჭირდება ისეთი პარტნიორი ან მოკავშირე, რომელიც მას რაიმე სახით გამოადგება და იქნება რაღაც მიმართულებით დაინტერესებული და ამ თვალსაზრისით ევროპა აღარ არის ისე თქვა მიმზიდველი შეერთებულ შტატებისთვის ის არის არა აქტივი შეერთებულ შტატებისთვის, არამედ უკვე ვალდებულება, რომელიც იყო აწლეულებით ჩამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. კონკრეტული მიმართულებებიც რო განვიხილოთ, მაგალითად, ევროპა არ წარმოადგენს სამხედრო ძალას საერთაშორისო, ასე ვთქვათ, სისტემაში, რომლითაც შეერთებული შტატები შეიძლება იყოს დაინტერესებული. მაგალითად, ევროპას არ გააჩნია რაღაცა თვალშისაცემი ენერგორესურსები, რითაც შეიძლება დააინტერესოს შეერთებული შტატები. ევროპას არ გააჩნია რაღაცა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციებიც, ასე ვთქვათ, შესუსტებულია ევროპაში. ევროპას არ გააჩნია cloud capital, რითაც შეიძლება დაინტერესდეს ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და რაც თავარია, ევროპამ დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობაც შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ ის რეცესიული ეკონომიკები, რომელიც ასე ვთქვათ, ვითარდება ევროპაში წამყვან ქვეყნებში, აღარ იძლევა კაპიტალის ინვესტიციის შესაძლებლობას ამ ქვეყნებში, ამიტომ ყველა ეს ამ მიმართულებით ევროპა აღარ არის შეერთებული შტატებისთვის მიმზიდველი, ის გახდა ვალდებულება, ამიტომ შეერთებული შტატები ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, ევროპა აღარ იყოს პრიორიტეტული მის საგარეო პოლიტიკებში.